მოგესალმებით ყველას. ვიდრე დავიწყებთ დღის ეს რიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას და გადაწყვეტილებების მიღებას, მინდა რამდენიმე თემას შევეხო. პირველი ვაკის რაიონში, სადაც ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა, რომელიც ბაგებს და უნივერსიტეტის ქუჩას ერთმანეთთან აკავშირებს, ბაგებში ახლად მოწყობილ წრიულთან, იცით ყველა ეს ტერიტორია, იქვე ძალიან ხშირად, ფაქტიურად ყოველდღე ხდება კურიერების შეკრება. კურიერები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ქალაქში მოძრაობენ, მუშაობენ, საკმაოდ რთული სამუშაო აქვთ და ეს არის ადგილი, სადაც ისინი იკრიბებიან და აქედან უკვე ხდება შეკვეთების მიღება და ემსახურებიან დედაქალაქის მოსახლეობას და დგანან ქუჩაში და მინდა დავავალო ირაკლი ბენდელიანს, ჩემს მოადგილეს, რომ იქვე არსებობს მუნიციპალური მიწები და იქნებ მოვაწყოთ ლამაზი სივრცე, სადაც იქნება გადახურული, რომელიც იქნება გადახურული, იქნება საპირფარეშოები, ნორმალურად კეთილმოწყობილი სივრცე, სადაც ეს ახალგაზრდები, ნორმალური პირობები მაინც ექნებათ, შეიძლება დაიდგას მოსასვენებელი სკამები, რომ ქუჩაში არ იდგნენ. საკმაოდ რთული სამუშაო აქვთ და ეს პატარა ხელშეწყობა იქნება ჩვენი მხრიდან და ქუჩაში არ იდგებიან. იქვე გავალამაზოთ არსებული ტერიტორია ჯებირებს მიღმა შიდა სივრცემად მხედველობაში. შემდეგი თემა, თქვენ იცით, რომ ჩვენს ბიუჯეტში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს. ვეხმარებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჯერ კიდევ ჭირდება ჩვენი თანადგომა, მხარდაჭერა და დღეს კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, ენდოპროთეზირების სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამა, რომლის განხორციელება მოხდება წელსაც იმუშავებს აღნიშნული პროგრამის მიზანია მუხლისა და მეჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის ოპერაციული კურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ყველანაირად დავეხმარებით ასეთ ადამიანებს, ვისაც ამის საჭიროება და აუცილებლობა აქვს. პროგრამის სარგებლობა შეუძლიათ ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აღნიშნული მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდებათ პროგრამით მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულებისა და პროთეზის სახეობებს შორის თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვს მოქალაქემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მომსახურების მისაღებად შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართოს, რომელიც საჭირო საბუთებს სპეციალურ ელექტრონულ მოდულში ატვირთავს. აქვე მინდა პატარა განმარტება გავაკეთო, თუ მოქალაქე კერძო დაზღვევით სარგებლობს, მაშინ სამედიცინო დაწესებულების მიერ მოთხოვნის მოდულში ატვირთვის შემდეგ მან ან მისმა წარმომადგენელმა მერიაში უნდა შემოიტანოს ცნობა კერძო სადაზღვევო კომპანიიდან. პროგრამით ერთ მოქალაქეს 6,000 ლარი უფინანსდება, ესე იგი ჩვენ 2023 წლის სექტემბრიდან დღემდე 812 შემთხვევა დავაფინანსეთ, 812 ადამიანს დავეხმარეთ და კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატოთ მზადყოფნა და თანადგომა იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც აღნიშნული საჭიროება აქვთ. შეგიძლიათ ისარგებლოთ აღნიშნული პროგრამით და მუნიციპალიტეტი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება და მაქსიმალურად დაგეხმარებით, რომ პრობლემა, რაც გაგაჩნიათ არ მიმართულებით, იყოს მოგვარებული. მინდა ასევე შევეხო ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც 2017 წელს დავიწყეთ და საკმაოდ მასშტაბური რეფორმა, პირდაპირ ვიტყვი, ამ მასშტაბის რეფორმა მუნიციპალიტეტში არ განხორციელებულა. საკმაოდ ბევრი კომპონენტისგან შედგება, ბევრი სპეციფიური მიმართულებებია, თუმცა ყველაზე ხელშესახები და მტკივნეული იყო
არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც წლების განმავლობაში ემსახურებოდა თბილისის მოსახლეობას, მხედველობაში მაქვს ყვითელი, დანგრეული, გაუბედურებული ავტობუსები, რომელიც საკმაოდ დისკომფორტული იყო და დისკომფორტს წარმოადგენდა ამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. იგივე შემიძლია ვთქვა ყვითელ მიკროავტობუსებზე, რომელიც ეკოლოგიური დაბინძურების თვალსაზრისით ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა და თქვენ იცით, ახლა აღარ დავიწყებ კიდევ მოყოლას, თუ რა გავაკეთეთ, მთლიანად ჩავანაცვლეთ ეს ავტობუსები და მიკროავტობუსები ახალი თანამედროვე ტრანსპორტით, რომელიც დღეს ემსახურება თბილისელებს. ჩვენ რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით ყველაფერი დავამთავრეთ, ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკას რაც შეეხება, ეს არის უწყვეტი პროცესი. სატრანსპორტო პოლიტიკა არ არის ის, რომ აი დღეს შენ რაღაცა გააკეთე და ამით დაასრულე ყველაფერი. ქალაქი ვითარდება, ქალაქი იზრდება, იქნება ახალი უბნები, შესაბამისად, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ფეხდაფეხ უნდა მიყვეს ურბანულ განვითარებას და რა თქმა უნდა მოხდეს სიახლეების შემოტანა, რომ ავტობუსი, მეტრო, მიკროავტობუსი იყოს ყველაზე მოხმარებადი, ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული. ქუჩებისა და გამზირების რეაბილიტაციის დროს ჩვენ მაქსიმალურად ვამახვილებთ ყურადღებას, რომ სადაც შესაძლებელია, სადაც გვაქვს ამის საშუალება, მოვახდინოთ საავტობუსე ზოლების გაკეთება, რომ სწრაფად შეძლოს გადაადგილება საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. ცხადია, ყველა ქუჩაზე შეუძლებელია ამის გაკეთება, მაგრამ კვლევების შედეგად, სადაც ვიღებთ დადებით შედეგს და სადაც გვეუბნებიან, რომ აქ აუცილებელია ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, ყველგან ვაკეთებთ იმისთვის, რომ კომფორტულად და სწრაფად შეძლოს გადაადგილება საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. გარდა ამისა, იქნება საფეხმავლო ბილიკები, ზებრა გადასასვლელები, უსაფრთხოების კუნძულები, სადაც შესაძლებელია ემატება საავტომობილო ზოლები, რათა ქალაქში გადაადგილების პრობლემა მოიხსნას და რაც მთავარია აჩქარდეს მოძრაობა დედაქალაქში. სერიოზული პრობლემა და გამოწვევაა საცობები და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით ჩვენ ყოველდღიურად მუშაობთ, გვაქვს ჩვენი ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს, რა უნდა მოწესრიგდეს. მინდა ასევე გითხრათ, რომ მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ამუშავებს მუდმივად საგზაო მოძრაობის ორგანიზების არაერთ სქემას, უკვე განხორციელდა სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია იალბუზის ქუჩისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს კვეთის მიმდებარედ, სადაც ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევები ფიქსირდებოდა. სატრანსპორტო კვანძზე მოეწყო დამცავი კუნძულები, შეიქმნა საფეხმავლო კავშირი და მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდა. გარდა ამისა, განხორციელდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ვეფხვისა და მოყმის ძეგლის მიმდებარედ არსებული სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც გზაჯვარედინის გამტარ უნარიანობა დაახლოებით გაიზარდა 15%-ით, დაიხაზა ჰორიზონტალური საგზაო მონიშნები, შეიცვალა შუქნიშნის მაჩვენებლები, ტერიტორიას დაემატა საავტომობილო ზოლებით. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით მოძრაობას ამ კონკრეტულ კვანძზე აღნიშნული ცვლილებების შედეგად, როგორც გითხარით, 15%-ით გაიზარდა გამტარ უნარიანობა. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურთან ერთად მსგავსი ტიპის სამუშაოებს უახლოეს მომავალში ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ გეგმავს, რომელიც ტერიტორიაზე ნაკადების უსაფრთხო და ეფექტურ გადაადგილებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში გზა ჯვარედინზე დროის ოპტიმალური მართვის უზრუნველსაყოფად დაემატება საავტომობილო ზოლები, სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით კი მარცხნივ მოხვევა იქნება შუქნიშნით დარეგულირებული. გარდა ამისა, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით შეიქმნება საქვეითო კავშირი, რაც ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას უფრო კომფორტულსა და ორგანიზებულს გახდის ტერიტორიაზე, ასევე განთავსდება უსაფრთხოების კუნძულები. აღნიშნული პროექტი ხელშეუწყობს მოძრაობის გამარტივებას, უსაფრთხოების ამაღლებას, სატრანსპორტო და ქვეითი ნაკადების ეფექტურ მართვას, საბოლოო ჯამში სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად ქალაქში
არსებული საცობების გამტვირთვასაც შეუწყობს ხელს. პარალელურად ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ჭკვიანი შუქნიშნების პროექტის განხორციელება, რომელიც დაწყებულია და როდესაც დავამთავრებთ უკვე რა თქმა უნდა ესეც ხელს შეუწყობს ქალაქში მოძრაობის დარეგულირებას, გაზრდის გამტარ უნარიანობას და რა თქმა უნდა შეიცვლება ამ მიმართულებით მდგომარეობა. მინდა ასევე შევეხო საკითხს, რომელიც საკმაოდ პრობლემურია, მხედველობაში მაქვს ავარიული შენობა ნაგებობები, რომელიც საკმაოდ ბევრია დედაქალაქში და ჩვენ წამოვიწყეთ პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ავარიული შენობა ნაგებობების ჩანაცვლებას ახალი თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსებით. ჩვენ როდესაც გავაკეთეთ მოკვლევა რაიონების მიხედვით 10,000-მდე ასეთი შენობა ნაგებობა დაფიქსირდა. ცხადია, ყველა სხვადასხვა კატეგორია აქვს ავარიულობის მინიჭებული, თუმცა სერიოზული და დიდი პრობლემაა დედაქალაქში ასეთი საცხოვრებელი კორპუსები. შედეგად ჩვენ ვიმუშავეთ და საზოგადოებას წარუდგინეთ არა მხოლოდ ხედვა, კონკრეტული პროგრამა, რომელიც გვაძლევს საშუალებას მოქალაქეების ფინანსური თანამონაწილეობის გარეშე მოხდეს მათი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება. იმ ადამიანებს და ოჯახებს, ვინც ასეთ საცხოვრებელ კორპუსებში ცხოვრობს, არ მოუწევთ არც ერთი თეთრის გადახდა. პირველივე დღიდან, როგორც კი ჩვენ შევთანხმდებით და გაფორმდება ხელშეკრულება, იჯარით გავყავს მოქალაქეები, ჩვენ ვქირაობთ საცხოვრებლებს, მათ არანაირი გადასახადი არ ეკისრებათ და გამარჯვებული კომპანია ახორციელებს ავარიული კორპუსის დემონტაჟს და აშენებს ახალ საცხოვრებელ კორპუსს, სადაც გარემონტებულ ბინებს, გარემონტებულ ფართებს გადასცემს ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ მოქალაქეებს და ოჯახებს. მინდა მოგაწოდოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში თუ რა პროექტები მიმდინარეობს, რომელი რა ეტაპზეა, ამასთან დაკავშირებით მინდა ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას. სამგორის რაიონში ვარკეთილის დასახლებაში მე-7 კვარტალში ნომერ მე-12 კორპუსი თანამედროვე სტანდარტებით აშენდა და ახალ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული 36 ოჯახს ბინები გადაესცა. აქ იყო ძველი ავარიული 4 სართულიანი შენობა, რომელიც იყო მძიმე მდგომარეობაში, განხორციელდა მისი დემონტაჟი და უკვე აშენდა და საცხოვრებელი ბინები გარემონტებული გადაეცა 36 ოჯახს. რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია 3 მისამართზე, კერძოდ სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩა ნომერ 18-ში, სადაც არსებული 3 სართულიანი ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდა და ნაცვლად 10 სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ბინა 29 ოჯახს გადაეცემა. მეორე პროექტია საბურთალოს რაიონში, გამრეკელის ქუჩის პირველი შესახვევის ნომერ 6-ში მდებარე 4 სართულიანი ავარიული შენობა, რომლის ნაცვლად 8 სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ახლად აშენებულ კორპუსში გარემონტებული ბინები 19 ოჯახს გადაეცემა. სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს ვარკეთილის დასახლების მესამე მასივში, დემონტაჟი ჩაუტარდება მე-4 კვარტალში მდებარე ნომერ 6 კორპუსს და 4 სართულიანი შენობის ნაცვლად 10 სართულიანი ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, სადაც 36 გარემონტებული ბინა გადაეცემა იქ მცხოვრებ ოჯახებს. მართლაც მნიშვნელოვანი პროგრამაა, შესაბამისად მოგიწოდებთ აქტიურობისკენ, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დაგეხმარებით, ხელს შეგიწყობთ და ავარიული საცხოვრებლების ნაცვლად თქვენ გექნებათ საშუალება იცხოვროთ ახალ აშენებულ კორპუსებში, რომელიც გარემონტებული ბინების სახით გადმოგეცემათ. მინდა ასევე დედაქალაქის მოსახლეობას შევახსენო, რომ თქვენ სამსახურშია თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული IP, ჩემი ადვოკატი, რომელიც სრულად უსასყიდლოდ გაგიწევთ იურიდიულ დახმარებას სამოქალაქო თუ ადმინისტრაციულ სამართალში. ჩემი ადვოკატი ეხმარება მოქალაქეებს სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენაში, ასევე ახორციელებს წარმომადგენლობას როგორც სასამართლო,
ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ჩემი ადვოკატი ყოველწლიურად 20,000-ზე მეტ მოქალაქეს ეხმარება იურიდიული საკითხების გადაჭრაში, მაგალითად გასულ წელს მათ 700-მდე საქმე მოიგეს ამ სერვისის მიღება შეგეძლიათ თბილისის 10-ვე რაიონში გამგეობის სერვის ცენტრებში და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ თქვენ არანაირი გადასახადი არ გაქვთ. ეს არის მუნიციპალიტეტში დაფუძნებული IP, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დაგეხმარებათ და გვერდში დაგიდგებათ განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა მაგალითად დაიქირავონ ადვოკატი ან იყიდონ თქვათ იურიდიული მომსახურება და ასე შემდეგ. ყოველგვარი გადასახადების გარეშე დაგეხმარებით და გვერდში დაგიდგებით. მოქალაქე და მომსახურების გარდა ჩემი ადვოკატი ეხმარება სტუდენტებს, გაიარონ სამართლებრივი პრაქტიკა. ორგანიზაცია თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან, რომელთა სტუდენტები აქ პრაქტიკულ საადვოკატო საქმიანობას ეწევიან და ტრენერ ადვოკატების დახმარებით თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაშიც იყენებენ. ასე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ აღნიშნული სერვისი. ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი კომფორტის შესაძლებლობა გაუჩნდეს პაციენტს. ეს არის ჩვენთვის ამოსავალი კრიტერიუმი და საწყისი წერტილი. ბუნებრივია, რომ ამ კომფორტის მიწოდებაში სამართლიანია თუ კლინიკებსაც ექნებათ დამატებით ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა, თუმცა აქაც რა თქმა უნდა გვევალება, რომ განსაკუთრებულად ფრთხილები ვიყოთ იმისთვის, რომ ეს არ გახდეს ცალკეულ შემთხვევაში ვთქვათ არასწორად ამ პრაქტიკის გამოყენების შესაძლებლობა. ერთია, რომ დამატებითი კომფორტი არსებობდეს, მეორეს მხრივ ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა სამართლიანად რეგულირებული. სამართლიან რეგულირებაში იგულისხმება ის, რომ ერთის მხრივ ფასი არ იყოს იმგვარად რეგლამენტირებული, რომელიც მისცემს შესაძლებლობას გარკვეული წნეხის ფორმა მიიღოს ამ ყველაფერმა და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს იქ მექანიზმები გათვალისწინებული, რომლის მეშვეობითაც დაზღვეულია პაციენტი, რომ თუ კი მისი სურვილი არ იქნება, რომ ისარგებლოს ამ დამატებითი კომფორტით პალატის სახით, ამ შემთხვევაში მას სტანდარტული მაღალი ხარისხის სტანდარტული პალატით მომსახურება უნდა შეეთავაზოს სტანდარტული ფორმით და შესაბამისად მისგან ანაზღაურების მოთხოვნა იქნება დაუშვებელი. ჩვენთვის განსაკუთრებული ყურადღების საგანია, რომ ისე დავაბალანსოთ და ისე დავარეგულიროთ ურთიერთობები ერთის მხრივ სახელმწიფოს, პაციენტს და კლინიკას შორის, ასევე ექიმს შორის, რომ ყველას სამართლიანად ხვდებოდეს, ასე ვთქვათ, საკუთარი შრომის, საკუთარი ინტერესის შესაბამისი ანაზღაურებაც, ხარჯებიც ამგვარად ნაწილდებოდეს და ასე შემდეგ. სწორედ ამ მიზნით ეს არის ერთ-ერთი ეტაპი, რა ეტაპზე ჩვენ გავაჩინეთ დამატებით ანაზღაურების შესაძლებლობა, დამატებითი კომფორტის მიწოდების შესაძლებლობა. თუმცა რასაკვირველია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. მომავალში ძალიან ახლო მომავალში ჩვენ პრაქტიკულად ფინალურ ეტაპზე ვართ მომზადებისა იმ ნორმატიული აქტის, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ცალკეული სახარჯი მასალების მეშვეობით, თქვათ, იგივე ტიპის რეგულირების შემოთავაზება. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს განსაკუთრებულად კვალიფიციური ექიმის მონაწილეობით მანიპულაციების ჩატარებას. მინდა ყველა არტილერის მიულოცო დღევანდელი დღე, მათი ღვაწლი და მათი შრომა ფასდაუდებელია საქართველოს თავდაცვის ძალებისათვის. მინდა ქედი მოვიხარო ყველა დაღუპული სამხედრო მოსამსახურის წინაშე და მადლობა გადაუხადო ჩვენ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს. მათი თავდადების, მათი გმირობის მაგალითზე იზრდებიან საქართველოში მომავალი არტილერისტები. მოხარული ვარ, რომ ამ ხნის განმავლობაში ვარ საარტილერიო ქვედანაყოფში. დიდი როლი აქვს საარტილერიო ქვედანაყოფის ზოგადად თავდაცვის ძალებში, რაც გამოიხატა საქართველოს ტერიტორიული თლიანობისათვის ბრძოლებში და მე მინდა მიულოცო ყველა არტილერის მოქმედს და ასევე ვეტერან არტილერისტებს. მინდა მიულოცო არტილერიის დღე აღმოსავლეთ სარდულობაში შემოვალ საარტილერიო ქვედანაყოფებს და დასავლეთ სარდულობაში შემოვალ საარტილერიო ქვედანაყოფებს. როგორც არტილერისტებს, ასევე მთლიანად თავდაცვის ძალებს მიულოცავ დღევანდელ დღეს. საარტილერიო ქვედანაყოფები ყოველთვის გამოირჩეოდნენ თავისი პროფესიონალიზმით და ამას ამტკიცებდნენ ბრძოლები.
ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ნიკა გილაურმა ამერიკის შეერთებულ შტატებში $600,000 ლობისტური კომპანია დაიქირავა. აღნიშნული ინფორმაცია ფარას მოთხოვნების შესაბამისად ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ხელშეკრულების მიხედვით კომპანია Continental Strategy გილაურის ორგანიზაციას სამართლებრივ და პოლიტიკურ მათ შორის საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობების საკითხებზე კონსულტაციები უნდა გაუწიოს. მომსახურებაში შედის რეგულარული შეხვედრები და ვიდეოზარები კლიენტთან, რათა ინფორმაცია მიაწოდონ ფირმის საქმიანობის შესახებ და დაგეგმონ მომავალი აქტივობები, ნათქვამია ხელშეკრულებაში. კონტრაქტი 2025 წლის 20 თებერვლით თარიღდება, ხოლო ფარას გვერდზე 13 მარტს გამოქვეყნდა. მიმდინარე წლის იანვრისა და თებერვლის მონაცემებით საქართველომ ყველაზე მეტი ექსპორტი ყირგიზეთში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში განახორციელა. საქსტატის ინფორმაციით, საექსპორტო საქონელთა სამეულში მსუბუქი ავტომობილები, ძვირფასი ლითონების მადნები და სპირტიანი სასმელები შედიან. რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, პირველ სამეულში ამერიკა, რუსეთი და თურქეთი ლიდერობენ. იმპორტულ საქონელთა სიაში კი წამყვან ადგილს სურსათი, მსუბუქი ავტომობილები და ნავთობპროდუქტები იკავებენ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერებს შორის დიალოგი 2 საათს გაგრძელდა. თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომი ხანგრძლივი მშვიდობით უნდა დასრულდეს და ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები. მხარეებმა განაცხადეს, რომ სამშვიდობო მოძრაობა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით. ისევე როგორც შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის იმპლემენტაციაზე ტექნიკური მოლაპარაკებებით, სრული ცეცხლის შეწყვეტითა და მუდმივი მშვიდობით. ასევე განცხადების თანახმად, ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებით შეერთებული შტატებისა და რუსეთის მომავალს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. ეს მოიცავს ძალიან დიდ ეკონომიკურ გარიგებებსა და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, მას შემდეგ რაც მშვიდობა მიიღწევა. აღნიშნული აუდიენციის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან უკრაინის დახმარების საკითხზე არ უსაუბრია. დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ განცხადება გაავრცელა ოფიციალურმა მოსკოვმაც. კრემლი კონფლიქტის მოგვარების საკვანძო პირობად კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრულ შეჩერებას ასახელებს. ასევე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საუბრისას ტრამპმა მხარეებს 30 დღით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერება შესთავაზა, ხოლო ვლადიმერ პუტინი დადებითად გამოეხმაურა ამ ინიციატივას და მაშინვე გასცა რუსის სამხედრო მიმართ შესაბამისი ბრძანება. ამასთან კრემლის ინფორმაციით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ტყვეების გაცვლა 175-175-ზე ფორმატში მოხდება და უკრაინას ასევე 23 მძიმედ დაჭრილი სამხედრო გადაეცემა. ტყვეების გაცვლა კი 19 მარტს შედგება. რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარს და გარკვეულ შეთანხმებებს დადებითად აფასებენ კოლექტიურ დასავლეთში. ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი მშვიდობის გზაზე. თუმცა შემდეგი ნაბიჯი ცეცხლის სრული შეწყვეტა უნდა გახდეს. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტი უნდა დასრულდეს. რადგან ეს ომი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ევროპის უსაფრთხოებაზე, თუმცა უკრაინასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უკრაინის გარეშე არ უნდა იყოს მიღებული. ასევე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება და აცხადებს, რომ შესანიშნავი სიახლეებია ვაშინგტონიდან და მოსკოვიდან, რადგან დღეს მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად იქცა. სიარტო იმედოვნებს, რომ ბრიუსელი სამშვიდობო პროცესს არ დაარღვევს. ლიდერების საუბარს გამოეხმაურა ასევე ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე. მისი თქმით, პრეზიდენტი ტრამპი შეძლებს უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას.
სწორი იქნება გვქონდეს საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან და ვიცოდეთ დეტალები, რა შესთავაზეს რუსებმა ამერიკელებს ან ამერიკელებმა რუსებს. შემდეგ გავცემთ პასუხს. ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარს. ზელენსკის თქმით, დეტალების გაცნობის შემდეგ გუნდი ტექნიკური საუბრებისთვის მზად იქნება, რადგან უკრაინა ყოველთვის უჭერდა და მხარს დაუჭერს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის წინადადებას. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყველამ უნდა იმოქმედოს, რათა უკრაინაში მდგრადი მშვიდობა დამყარდეს. დონალდ ტრამპის განცხადებით ამერიკას რუსეთსა და ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობა ექნება. ვფიქრობ, რომ ჩვენ ორივესთან მეგობრულად ვიქნებით. ჩინეთს ვაჭრობის კუთხით ჩვენ ძალიან ვჭირდებით, მაგრამ ჩვენ დეფიციტი უნდა გამოვასწოროთ. ახლა ჩინეთთან ტრილიონზე მეტი დოლარის დეფიციტი გვაქვს. ეს დაუჯერებელიც კი არის და ჩვენ ამასთან დაკავშირებით რაღაცას გავაკეთებთ, ხოლო რუსეთს სურს, რომ ჩვენი ეკონომიკური სიძლიერის ნაწილი ჰქონდეს. ამის შესახებ შტატების პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. დონალდ ტრამპი 51 შტატის სტატუსით კანადის შემოერთების შესახებ რიტორიკას განაგრძობს და მის ხელისუფლებას თაღლითობაში ადანაშაულებს. კანადა შეიარაღებული ძალებისთვის თანხას არ იხდის. ჩვენ საერთოდ არაფერს გვაძლევენ. მოლაპარაკებებისთვის ყველაზე ცუდი ხალხი არიან. ჩვენი 51 შტატი უნდა იყოს, რადგან კანადის სუბსიდირებას წელიწადში 200 მილიარდი დოლარით ვახდენთ. მათი ავტომობილები, ხე-ტყე და ენერგორესურსები არ გვჭირდება. აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ამასთანავე ტრამპი კანადის არჩევნებსაც შეეხო, რომელიც მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს გაიმართება და აღნიშნა, რომ ლიბერალების გამარჯვების შემთხვევაში მათთან საქმის დაჭერა უფრო ადვილია, მაგრამ მაინც დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, ვინ გაიმარჯვებს საყოველთაო არჩევნებში. ამიერიდან მოლაპარაკებები მხოლოდ ცეცხლის ქვეშ წარიმართება. ეს მხოლოდ დასაწყისია, აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი. მისი თქმით, ჰამასთან მძევლების თაობაზე ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება ცეცხლის ქვეშ წარიმართება. ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტებით, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია სადაზვერვო სამსახურების და თავდაცვის ძალების რეკომენდაციით დაიწყო და ეს ბოლო გამოსავალი იყო, რადგან ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების პირველი ფაზის დასრულების შემდეგ ჰამასმა მძევლების გადაცემის შესახებ ყველა შემდგომი წინადადება